ივით არგამაძის აფეთქების საქმის ახალ დეტალებზე პროკურატურის ბრიფინგს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერიც. ეს უმძიმესი პროვოკაცია მოხდა უშუალოდ არჩევნების წინ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა თქმა უნდა საინტერესო დეტალია ის, რომ მართალია ეს ადამიანი ბოლომდე თავის ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს ადებს აც მოძრაობასთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანს. რა თქმა უნდა ამას სჭირდება დამატებითი გამოძიება და ამას სჭირდება ასევე ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს საქართველოში პირდაპირ ემუქრებოდა 18 წლიანი ციხე, ასე დროს ის კვეთს ეგრეთ წოდებულ მწვანე საზღვარს, ცდილობს საქართველოში შემოვიდეს უკანონოდ. ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი, ვის არ შემოდის საქართველოში მორიგი დავალების შესრულება. ხო, ეს არის ვარაუდი, რომელიც შეიძლება გამოითქვას დანარჩენი და დაადგინოს გამოძიება, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს ფაქტი თავისთავად მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური სიფრთხილე. საარჩევნო პროცესი არ იმართება ძალიან მშვიდ გარემოში, უპრეცედენტო მშვიდ გარემოში, თუმცა კიდევ ორი კვირაა დარჩენილი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესი ბოლომდე ასე მივიყვანოთ მშვიდ გარემოში. ამისათვის გვჭირდება პროვოკაციების პრევენცია, მათ შორის მძიმე პროვოკაციების პრევენცია, რასაც გრძელდება საუბარი სხვათა შორის კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიულ ოფისებში. სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად კონცენტრირებული იმისათვის, რომ არათუ მძიმე ვერც ერთი პროვოკაცია ვერ მოაწყო ამ ორი კვირის განმავლობაში.